რო არის. ვინ გვაქცევს ყურადღებას, ვინ ავარჩევ? მოსuliსაც არ მოდიან, ხო ხედავ ხელი მაინც ჩამოგვართან რახანსა. იმედი რომ მოგწეს, იმედი. ისიც მოგცემს მოვიდეს და სამძიმარე მაინც ვიწყრას რომ გამძლეობა მოგცეთო მერტმა ეს მაინც. ვის რა შეიძლება? სადღაც 1000-მდე სურათი დავითვალე, აი ახლა. 1000-მდე კი არა მთელი ეს ვისაც სამსე იყო. სამი ჩემია, სამი. ადრე, მაგრამ არ არიან დედები, გარდაიცვალენ და სურათი თავისი ხო არ მოვა. ვართ რამოდენიმე დარჩენ. ზოგიერთი ჯოხით მოდის უკვე, ორი ჯოხით, ერთი ჯოხით. არ შეუძლია უკვე ჩვენ ხო დაობენ 32 წელი მე მგონი პატარა. შილო ბელო პატარა. კი, ხავტომანა, თქვენი ნომერიც. იმედი მე აი დიდი გულით აკითხო. გადმოგცემენ ეს გულო მოგცემენ. შობას დაკავშირდებით არის. მადლობა. დღეში გვახსენებთ ჩვენ მრავალი ქართულის გმირობას. ასევე შევახსენებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ისრუნავთ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეძებნენ ჩვენი გმირები, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შედარებიანი გზით. ერთი და იგივე გიჟური კითხვების დასმა შეიძლება ამის შესახებ რატომ არ შეგდება მედიით, რატომ საჯაროდ არ აკეთებთ ამას, თუ ნამდვილად იყავით ენგურის კიდევ ერთხელ როცა ხართ ნაცები ასეთი გონორით არ ნალაპარაკობდეთ, მით უმეტეს ოკუპაციის რა გაიგეთ როცა ოკუპაციის ხასთან ჩახვედით. აი ენგურის ხეთან რო ჩახვედით, მოქალაქეებს რომ შეხვდით, თუ ეს ნამდვილად მოხდა. შედეგია რა დიდი გაიგეთ? დამსახურება ის რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის სოხუმის დაცემის დროს. ოკუპაციას. ოკუპაციაზე გესაუბრებით მეც, რომ არის დაიწყო სოხუმის დაცემით, ხო? რა ჩახება მე ხო იმაზე ვარ ვსაუბრობთ რომ რუსეთი ის მე ოკუპირებული არის თუ არ არის ჩვენი ტერიტორიაზე საუბრობთ ამაზე, იმიტომ რომ ეს მიხეილ ყაველაშვილმა არ აღნიშნა გაეროს რეგულიდან მაგალითად. როგორ ვიღადრება მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველა ეროვნულ საკითხზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიების საქართველოს სერიოზულად მიხეილ სააკაშვილი თქვით წეყანდა, ალბათ შეგიშალათ? ბატონო